საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს პროექტის მეგობრობა გზად და ხიდად იდეისა და მთავარი მასპინძელის ორხანგაზის კავკასიური ასოციაციის ინიციატივით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. ბატონ ყადირი არის ასოციაციის პრეზიდენტი აქ შენობლების სარიესეს. დავითი ახლა ყადირი არის შენობლების ფირმის კომპანიასი. საქართველოს დელეგაცია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ბექა დავითულიანისა და თინათილ ნიბლოშვილის, საკრებულოს კომისიის წევრის გურამ ნიკოლეიშვილის შემადგენლობით ეწვია რაიონის ძალიან შრომის მოყვარე და წარმატებულ მერს ბატონ მეჰმედ კან უსტას. ამ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მრავალი შესანიშნავი პროექტისა და ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტურიზმი, რაიონებს შორის ძმობა, მეგობრობა და სტუდენტური ბანაკები. შემდეგი შეხვედრა გაიმართა იზნიკში, რომელსაც იზნიკის რაიონის მერმა, წარმოშობით ქართველმა, ბატონმა ინანჩ შაჰინმა და მისი საბჭოს წევრებმა უმასპინძლეს. ამ ულამაზეს ქალაქში ტბისა და მთის ხედებით, სადაც დიდი რაოდენობით ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ იზნიკი რომისა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი იყო. სწორედ აქედან დაიწყო რელიგიური ტურიზმი, რასაც ქალაქი დღემდე მისდევს და მერიც აქტიურადაა ჩართული ამ სფეროს განვითარებაში. ნახეთ ეს როგორ დამდეს, ნახეთ, აი ნახეთ, როგორ მეფერება ეს ნახეთ, აი. აბა გითხარით ბატონო ირფან რომელ სახში დაიბადეთ? აგერამ სახში დაიბადე მე. აჰა. მანობა აგერაკ ამ ეზოში გაატარეთ, ხო? და სწორედ ამიტომ ფიქრობთ, რომ ააშენოთ აქ პატარა ქართული მუზეუმი, ხო? მუზეუმი, ხო, იერი გავაკეთეთ. ქართული მუზეუმი გავაკეთოთ. აჰა, ქართული მუზეუმი. ჩვენ დედები აუხმარიან ჭურჭელი, ხო? ჭურჭელი
ავეჯიც, ჩასმა, სამოსი. კოსტუმები, ისინი სერიგინა გავაკეთოთ. აჰა, ულამაზესი იქნება დარწმუნებული ვარ. წარმატებებს გისურვებ. ბანემა ჩვენს უკან მოსული ბანემა იცოდნენ ქართულ. იცოდნენ დიე. ანუ ჰათრა დავტიოთნა. რაღაცა უნდა გაგრძელება მივიცე. გაგრძელება კი. აუცილებლად მუზეუმის გახსნაზეც აუცილებლად ჩამოვალთ და ვნახავთ როგორი იქნება. კი, დაგპაიჟავ. რამდენი ხნის სახლია ესა? 112. 111 წლის სახლია ეს, ხო? რომელსაც მუზეუმში გადაიტანთ. მუზეუმში გადავიტანთ. აი, თან მაგარი. კი, ძალიან. ხო, ეხლა წეხან ჩავწერე პატარა სინქრონი და ამბობდა ირფანი, რომ აი ეს ისაო სახლიც უნდა გადავიტანოთო, ბეღელიო, საბძელიო, რა ვიცი, ყველაფერი. მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ეკონომიკას, სპორტულ ტურიზმს, სტუდენტურ ბანაკებს, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ჩავწეროთ ვიდეო, ერთი წუთი. მეცხოვნად მიწიდან ქონდა სახლი. მიწებში. მე ჩვენი ქართველები რომ მოსულან და აქო დაალაგებულან ასეთი იქ როგორ ბათუმში და აჭარაში და ხულოში როგორ ხედან სახლები იქ ხელოსანები ყოფილან და ცოდნიან მე უშენებიან აი ასეთი ხედან სახლი არ დახვდა და მე წავიდნენ დასასრულს უახლოვდება ჩვენი ეს მოგზაურობა და მადლობა რომ მოუყვანეთ ნამდვილ გამჩვენებულ სოფელში და რასაც სიამოვნოა ნახვა იმისა რომ რა იყო როგორ დასახლდა ჩვენი წინაპრები მე როგორ განვითარდნენ და ძალიან მაყოფილები ვართ ძალიან მადლიერები ვართ სხვა დროს სხვა შემთხვევაში ჩვენ არ მოგვეცემოდა საშუალება რომ ამდენი მუნიციპალიტეტი ერთდროულად გვენახა ხალხი დაგვეთვალიერებინა გავცნობადი თქვათ ყოფას მათ დღევანდელ ადათ-წესებს რომლებიც დიდად არის მიმსგავსებული აჭარაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებთან და ეს სიტყვით რა ვიცი ალბათ თინათინთა რაღაცას დავამატებთ და ბატონო ადამ დიდი მადლობა მადლობა იმისთვის რომ თქვენ აძლიერებთ ქართველებს ჩვენებურად თურქეთში და მინდა გისურვოთ რომ ჩვენი ურთიერთობები ვისურვა რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ გაგრძელდეს და რაც დავგეგმოთ ყველაფერი გავაკეთოთ აუცილებლად მადლობა იმისთვის რომ პატარა საქართველო ააშენეთ თურქეთში და ქართველობა აქაც შეინახეთ და ამ ტრადიციით და ამ ადათ-წესით ცხოვრობთ დღემდე ჩვენისათვის όμως თავმჯდომარე ამ სოფლიდან არის წარმოშობით და ჩვენთვის პატივია რომ გესტუმრეთ სოფელში თქვენთან ქართველებთან ამ თურქეთში ძალიან შორს ჩვენი სამშობლოსგან მაგრამ ჩამოვედით და აქაც საქართველო დავგეგმეთ რომ გავაკეთეთ ქართულ მუზეუმს ჩვენისათვის όμως თავმჯდომარე გააკეთებს თვითონ ინფრასტრუქტურას და ჩვენ მოვამარაგებთ ექსპონატებით ნამდვილი არტეფაქტებით რაზეც ხელი მიგვიწევდა ჩვენ შევიძენთ ამას საქართველოში და აბსოლუტურად უსასყიდლოდ ბუნებრივია გადმოგიგზავნით იმიტომ ჩვენს მინდა რომ ერთი აგური ავიცი ერთი პატარა გრამიტი დავდოთ ამ საერთოდ ის საქმეში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს ოჯახს მეუღლეს იდეალ ქართველს ვინც აქ ცხოვრობს კი ბატონო რა თქმა უნდა და ვინც ძალიან კარგად შეერწყა მადლობელი ვართ იმისთვის რომ თურქების მაყოფილნი არიან თურქების მადლობელი ვართ რომ თქვენ მაყოფილი ბრძანდებით და ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ შრომელი ხალხი ხართ და ყველა ერი დიდი სიამოვნებით მოგეფერებოდა და ჩაგიხუტებოდა გულში და ჩვენ მოიამაყებით დიდი მადლობა გადახედებთ სოფია მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ბავშვები არიან წუწუყარები არიან არიან თუ ქალაქში არიან მანანა ბუა კიგოში რამდენი წლის არის კოტიონი რამდენი წლის ადმა მიგუთხარ 40 ემიაშვილი და 45 პაპა დავაი გაისროლე სახლი ფრთხილად არა რიგეში სუპერ
ჩვენ კანკრეთი მე არიან ისა მომგლოვლები რა გვარიყვნენ ისა ტარიალიძე ხულელები არიან ხულიდან ჩამოსულები საქართველოში ჩადიან ხოლმე? კი ერთვეს ის ვიყავს ბატონ ჯევალი იყო საქართველოს ბევრჯერ ნაყოფი მაგრამ არის თავდა ქართლის და არის ქართულად არ ვლაპარაკობ. ლაპარაკობ ჩანელს და ახლა ეხადრებ ხალიფები ესე იგი 4 ხალიფას სახელი იქნება მართალი გზით მავალი ხალიფა აბუ ბაქრი ბადიშები არიან სადაც ვარ უძველეს მეჩეთში და ნახეთ როგორიცაა ეს ზღაპარეცა დღე დააგვირგვინა ანსამბლი ოქროს უფროსი თაობის ულამაზესმა ცეკვებმა, საჩუქრებმა და ჭეშმარიტად ქართულმა სუფრამ. დატვირთული დღის შემდეგ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც თავს ბოდუნების სუფრება მისცეს. დელეგაციის სახელით ფსურს გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ ბატონ მეჰმედ კაან უსტას, ბატონ კადირ იუქსექს და ბატონ ინანჩ შაჰინს გაწეული სტუმართმოყვარეობისათვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იზნიკის მერის მოადგილეს, საქართველოში დაბადებულ ბატონ აჰმედ კაიას, რომელიც ამ რაიონში ტურიზმზეა პასუხისმგებელი. Super.
პროექტის ამსახველ ფოტო და ვიდეო ნიუსებზე იმუშავა მასპინძელი ასოციაციის პიარ მენეჯერმა მანანა გაბრიჯიძემ.